საქართველოში ზღაპრები და ლეგენდები ბებიას კივრიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დღეს განსაკუთრებული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კომაგი ასეთი იყო კონკურსის სახელწოდება, რომელშიც 90 სკოლის 400-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. გამარჯვებულების ტიტული 28 ერგო პროსკლასელებმა საქართველოს მასშტაბით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ზღაპრები, თქმულებები, ლეგენდები და ლექსები ჩაიწერეს და ერთ ბროშურაში გააერთიანეს. კონკურსის მონაწილეებს სიგელების გადაეცათ. ღონისძიებაში ნიჭიერთა 10 წლედის ორკესტრის მონაწილეობდა. მე მოვიტანე ჩემი დიდი პაპის მიერ დაწერილი ლექსი 20 ძმაზე, რომელიც არის ერთი მეფე, რომელსაც ყავს 20 ვაჟი და მთელი ისტორია ვითარდება ამ ერთ პატარა ლექსში. ჩემთვის ის არის მნიშვნელოვანი, რომ პირველ რიგში ჩემი წინაპრების დაწერილი ლექსია და მეტად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასია ის. 90-მდე სკოლამ მიიღო მონაწილეობა, განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდა მაღალმთიანი რეგიონების სკოლები და დაახლოებით 400-მდე მოსწავლე. მათი ოჯახები, მათი მეგობრები, ის წრე, რომელიც ჩართული იყო აი ამ ასე ვთქვათ ზღაპრების, ლეგენდების, თქმულებების მოძიებაში, შემდგომ ამის გადმოტანით უკვე ფურცელზე ნაშრომის შექმნა, ფანტასტიკური ილუსტრაციების შექმნა, მინდა ყველას მიულოცო. ამ 4 წლის განმავლობაში რაც პროექტი მიმდინარეობს, დაინტერესება მართლა ასე ვთქვათ საოცარია. 200 სკოლამდე ავედით, წარმოიდგინეთ საქართველოს მთელი მასშტაბით 200 სკოლაა ჩართული ამ პროცესებში. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა იმდენად გაბნეულია ჩვენს ტრადიციებში, ჩვენს ყოფაში, ყოველდღიურ ყოფაში, რომ ამის ინვენტარიზაციას უწყობენ ხელს ზუსტად ეს ახალგაზრდები და ეს ბავშვები. და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი ყველას. ქრონიკა ამით დასრულდა, თუმცა დაელოდეთ იმედის დრო, გადაცემა 8 საათზე დაიწყება პირდაპირ ეთერში. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, მადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.